საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ. საქართველოს პარლამენტი რეგულარულად მასპინძლობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მისიით, ფუნქციებითა და საქმიანობით დაინტერესებულ ჯგუფებს. 21 ოქტომბერს სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ უმასპინძლა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოში ჩათვლით შემოსული 27,094 წერილის 51% სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სახელზეა შემოსული. კომიტეტის წევრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაისვათ მოხსენებელთათვის. შეხვედრის შეჯამებისას საომავლო თანამშრომლობის გეგმა დაისახა და პარლამენტში საექსკურსიო ტური მოეწყო. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი არის სწავლის და პრაქტიკული უნარჩვევების და კომპეტენციის შესაძენად და ვფიქრობთ, რომ მომავალში თუ გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იქნება. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება და არის ქალბატონი ეკასა და ბატონი გედევანის შეხვედრა სტუდენტებთან და ქალბატონმა ეკამ ახსენა აგრეთვე ღია სივრცე სტუდენტებისთვის, ანუ კავშირი უნივერსიტეტებთან და სწორედ ეს წარმოადგენს იმ ცოდნის საფუძველს და ბაზისს, რაც შემდგომ უნდა მიიღოს სტუდენტმა, რათა შემდგომ თავისი კარიერა განმოვითაროს.